მე ქართული ოცნების მხარდამჭერების კომენტარები წავიკითხე და მე დავუშვიდი. მე აღარ ვნერვიულობ. იმიტომ რომ გაირკვა კაცო არ ყოფილა ეგ სანერვიულო, იმიტომ რომ ღარიბაშვილი კორუფციაზე კი არ დაუჭერიათ. უბრალოდ უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას დაიჭერეთ, კორუფციაზე არ დაუჭერიათ. ტერასტის უკანონო შემოსავლების ლეგალიზება, ანუ ეგ არის კორუფცია მაგას ქვია. ნახე, მე ყველა ეს კომენტარი რომ წავიკითხე, ეგეთ სიღრმეში არავის არ ქონდა ჩაშლილი. ანუ პათოსი როგორ იყო გეტყვი, რომ კაია თემა ეგა. გაირკვა. აი ზუსტად მაგას ვაპარაკობ. ზუსტად მე შეიძლება არ ვიცი და ზუსტად ქართული ოცნების მხარდამჭერებმა ყველაფერი იციან, მაგრამ უყურე ზუსტად მაგას ვაპარაკობ, რომ აი მე ცოტა რისი წინააღმდეგი ვარ, ისე ცოტა უსიამოვნოდ გრძნობ თავს, როცა აი რაღაცა ხდება, აი ხო კორუფცია, მილიარდი მოიპარეს. აგერ, მილიარდი მოიპარეს და მე რა მოხდა ეხა შენ არ მოიპარავდი, მე მოიტანა უკვე ფული და კაი გაუშვოთ. ასეთი პასუხი მესმის და აქედან რო გადადის საუბარი პირდაპირ როგორ იცი, გადატრიალებას ახდენდა. ხო ვიცი ეგ რა შუაშია კაცო. გადატრიალებას ახდენდა თუ არასაკმარისი მოიტანა. თუ რა ვიცი შენი დანიშნულია და ის არის. კაცო ქვეყანა ხო ვართ კაცო. რაღაცა კანონები ხო არსებობს. შენ თვითონვე შენ კანონებს ხო უნდა მიანიჭო მნიშვნელობა, ანუ ისე ხო არ არის რომ აი არაფერს არ ვანიჭებთ მნიშვნელობას აი ჩვენ თვითონ. ეგრე ხო არ შეიძლება არა? თუ ჩვენ ვაყენებთ საკითხს ისე რომ მე რა მოხდა კაცო ეს ხო ეხლა გასაგებია რომ აბა პრემიერობა რატო გიხარია კაცო? იმიტომ რომ ფული იპარო ხო? ესე თუ ვაყენეთ საკითხი ხალხო, ეგ ხო სხვა კატასტროფაა კაცო, მან ხო პრობლემა იმაში არ არის რომ მოდი ჩავშლი კიდე ეს ქართული ოცნების მხარდამჭერთა ტვინის ნაჟური იმაზე რატო არ არის ეს პრობლემა? საკმაოდ სიღრმეებში მიდის ფილოსოფიური მოცემულობა და მიდის შემდეგ იმამდე რომ ბიჭო აი ეს ღარიბაშვილი ხა უკანონო შემოსავლებს კი იღებდა, მაგრამ კორუფციაში ხო არ მონაწილეობდა. ზოგადად რა პრობლემაა ხა? რაღაცა უაზრო კანონია, მე მგონი უკანონო შემოსავლებს რო თავრობის წევრი იღებს, მაგაზე რო დავთ. ო და ეგ მნიშვნელოვანი ეგ რა. ესე ჩამოყალიბდა. ეგ რატო უნდა აიხსნას, იცი? თან მაგას როგორ აკვალიფიცირებენ და რატო აკვალიფიცირებენ გეტყვი. ეხლა ხო ოცნება გირაოთი გაუშვა. ანუ აშკარად სუბუქი ნაბიჯი გადადგა მის მიმართ, ხო? ანუ გაუშვა სინამდვილეში, ხო? ანუ იდისის გამოძიება და მე სასამართლო იქნება, ხო? და ესეც რაღაცით უნდა აიხსნას, ეხლა რაზე უშვებ, ხო? რაღაცა ხებს უფრო მკაცრად უდგები და არა მაგან უბრალოდ რა დაარღვია, იცი? თანამდებობის პირს ბიზნესის კეთების უფლება რო არა აქვს, ეხლა ეგ ხო რაღაცა არასწორი კანონია და ეგ ერთი წამი ხო და მაგას წავხსნე და მაგან უბრალოდ დაარღვია თანამდებობის პირი ბიზნესს აკეთებდა პარალელურად. თან მოყავთ როგორი ვერსიები, იცი? აი მამამისი აკეთებდა რაღაც ბიზნესს. ბიჭო, მაგას არის დავიწყე კაცო. ეგეთ რაღაცა ლოხობას მოლაპარაკოთ, მაგას არის დავიწყე. ამას ედავებენ უკანონო შემოსავლების მიღებას და დამალვას. დამალვას და ლეგალიზაციის გათეთრებას. ეგ რას ნიშნავს? მამამისი ეს რო პრემიერ-მინისტრი გახდა. პრემიერ-მინისტრობამდე თუ რაღაც ბიზნესი ქონდა, სხვებს რო გადაუფორმა, ანუ სხვას მისცა. მერე მამამისი თუ აკეთებდა იმ ბიზნესს ლეგალურად, ეგ რამე უკანონო კი არ არის კაცო. და მერე ეს რო აღარ იყო პრემიერ-მინისტრი და მორჩა პრემიერ-მინისტრობას და მამამისმა ააშვილო და რაღაცა ფული მისცა აჩუქა საკუთარ შვილს, ეგ რამე კანონდარღვევა კი არა, ლეგალური ფული თუ მისცა, რომელსაც ლეგალურად ისაკეთებს. მაგას კი არ ედავებიან ხალხო. ამას რას ედავებიან, იცი? რაღაცა მილიონები უდევს, რომელიც არაფერი მამამისს არ გაუკეთებია, არსად ლეგალურად. რაღაცა არსაიდან გაჩნდა ანუ ვინც გააკეთა, მამამისმა გააკეთა, ბიძამისმა გააკეთა, არ ვინც გინდა, ძმაკაცმა გააკეთა, ლევად გააკეთა, ანუ უკანონო და არსად
დააფიქსირა კანონის ფარგლებში ამ ფულის წარმომავლობა, ანუ სინამდვილეში რაღაცა ბიზნესები ამან თანამდებობაზე ყოფნის დროს კრიშა და ამ დაკრიშვით არ ვიცი ვიღაცას სახერხი აქვს აგერ ჩვენიანი წერდა თანამებრძოლი რაღაც ჩვენ რაიონში სახერხი აქვს ვიღაცებს და აი იმის სახერხში რო არ იმას რა ქვია დაამუშაო მასალა ისე ვერაფერს ვერ გააკეთებ და აი ეგრე იმუშავა ვიღაცებმა ყველა სხვა სფეროში მაგერ ლილუაშვილის ნათესავი რო დააკავეს კაცო ლილუაშვილის ბიძაშვილი ჩამონათვალი იყო რაღაცა გაზის კომპანიები, ნავთობის კომპანიები, ყველაფერი, აი რა ყველაფრის კომპანიები ქონდა საკუთრებაში და მაგ საკუთრებაში რო ჩაიგდო ხელში, იმიტომ რომ სუსის უფროსის ნათესავია და ამის კონკურენტი ვიც არის, ის დაიძირება და ამასთან მოუწევს ყველას მუშაობა, მასე რო ჩაიგდო და ეს წილს რო აძლევს არალეგალურად, არალეგალური ფორმით მიღებული შემოსავლით თავის ბიძაშვილს სუსის უფროს ეგ მაგას შედავებია ხალხო. მამამისმა ლეგალური რაღაცა ღვინის ქარხანა ქონა, რომელსაც უბრალოდ კი არ ედავებია კაცო. იმაში რა ქვია? აღიარა. აი მოდი. აღარ არის აღიარა გავართულებ რა, მოდი საქმეს რანაირად, იცი? აი შეიძლება ვიღაცა აყენებს საკითხს ისე რომ აი ოცნება არის პირიქით მტყუანი. შეიძლება ვიღაცა ეგრე და აბრალებს. ხო? არა, აი მაგაზე კი არ ვაპარაკ. აი უყურე რაზე ლაპარაკობ. ხო არის კაცო რაღაცა მოცემულობა, რომ ოცნების ეხანდელი თანამდებობის პირები საქმე წაიყვანეს იქით რომ კორუფციული სქემები გამოაშკარავდა. იყო 600 მილიონიან საქმეზე, იყო ნარკოტიკების საქმე, მთელი რიგი ჯგუფები რომელიც კორუფციაში იყვნენ გახვეული და ყველა ის ადამიანები სინამდვილეში უკავშირდებიან რაღაც ერთ ჯგუფს, ხო? ანუ რაღაც ერთი ჯგუფის მიმართ არის კორუფციული სქემების გამოძიება. და ამას არსებულმა მთავრობამ ჩვეულებრივად მისცა ეგ დატვირთვა, რომ კორუფციის უზარმაზარი სქემებია, ხო? და ეს დატვირთვა რომ მიეცა შემდეგ ამ ყველაფერზე რეაგირება სათანადო არ მოყვა, რაც თავისთავად საკითხს აყენებს ასე რომ ეხლანდელი მთავრობა ჩვეულებრივი კორუმპირებული მთავრობაა, კაცო, მაგასთან პრობლემა არა აქვს არაფერთან, უბრალოდ გადანაწილება ხდება. ანუ ხო ეგ გამოაშკარავდა არა? გამოაშკარავდა ის რომ ეხანდელ მთავრობას ყველაფერი იცოდა, ყველაფრის საქმის კურსში იყო, უბრალოდ რაღაცა ფიგურებმა ზედმეტი წაიღეს და ეხლა მოატანინეს ეგ ზედმეტი რანაირი მეთოდებით, იცი, სამართალდამცავების მექანიზმით. ანუ ოფიციალური ფორმებით ეს ყველაფერი გაასაჯაროეს, იმათ მოატანინეს და მერე ჩაფარცხეს. აი ხო ეგ ირკვევა. უბრალოდ რო ჩამოვთვალოთ, რომ მიხვდეს ხალხი რაზე ედავებიან. აი მაგარი გუში დააკავეს ლილუაშვილის ბიძაშვილი, რომელსაც ქვია ანდრია ლილუაშვილი. ეს ადამიანი ფლობს ეხლაც შეპესე ოილვეი, შეპესე გაზინვესტ გორი, შეპესე გლობალ მენეჯმენტ გრუპი, შეპესე ატლას ელკა, შეპესე ბაუსტარ ემეს, შეპესე საგურამო გარდენი, შეპესე უნიკალი, შეპესე ჯორჯიან პეტროლიუმ დისტრიბუშენი, შეპესე ოილენდი, შეპესე სმარტკო ნიუ. ანუ როგორი თემაა, იცი? ამათ რას ედავები, იცი? ამათი ნათესავები დაკრიშვით თავისი მაღალი თანამდებობის ბიძაშვილების, შვილების და ასე შემდეგ მოაჯდენ უზარმაზარი შემოსავლების მქონე ბიზნესს რაღაც ორგანიზაციებს ან შექმნეს და აქედან ლეგალური კი არა კაცო არალეგალური გატარებული რო არის მოდი ბოლომდე ავხსნი შემოსავალი მისცეს თავის მე ვერ წარმომედგინა ესეთ რაღაცების ახსნას მომიწევდა მაგრამ მოდი აი ბანალურობასაც ავხსნი რა რატო არის კანონში ჩანაწერი რომ მაგალითად პრემიერ-მინისტრს არ შეუძლია რომ თან ბიზნესი კონდეს მაგას ავხსნი რა აი
პატივცემულო მაყურებლებო. წარმოიდგინეთ რა ეგრეც არის, მაგრამ აი პრემიერ-მინისტრი ადამიანი და აქვს სამშენებლო კომპანია. ეხლა ქვეყანაში პრემიერ-მინისტრის სამშენებლო კომპანია რო არის, მაგალითად მაგ სამშენებლო კომპანიამ კორპუსის შენება რო დაიწყო სადღაც და ყველა ნორმატივით რო არის 9 მეტრზე გასაჭრელი საძირკველი და ამან 3-ზე რო გაჭრას, რომ მაინც წავაკაც მაგის დედაცვატირე. ეხლა ყველას დედამიწის ყველას ესმის, რომ მან დრო ზედამხედველობა უნდა მივიდეს და უნდა უთხრას, რომ რასაკეთებ კაცო ხალხს თავზე დაენგრევა, პრემიერ-მინისტრის სამშენებლო კომპანიასთან არავინ არ მივა. ან ვიღაცას ალტერნატიული დავუშვათ მინისტრი არის ვიღაცა და აქვს კომპანია, რომელსაც შემოაქვს ხორცი, უცხოეთი, აი ბრაზილიიდან გაყინულ ხორცს ეზიდება, ხო? აი დამპალი ხორცი რო შემოიტანოს, მინისტრის ფირმას არავინ არ დაადგება და ხალხს რატო წამლავო, არავინ არ დააჯარიმებს და ეგ იმდენად გასაგებია თავისთავად, რომ პირდაპირ კანონში გავწერეთ, რომ აი მოდი ხელისუფლება თუ გინდა რომ ძალაუფლება მართო, მოდი რა, აი რაღაცებზე თავი შეიკავე. ეგ არის ფასი. ძალაუფლების ფასი არის, რომ მოდი რა, აი რაღაცა გრეჩი ხამ აქ ჩამოსატანი და გასაყიდი აქ იაფად. მაგას ცოტა თავი დაანებე, როცა ქვეყნის ბედი გაბარია. და ღარიბაშვილს ედავებიან მაგას. და დანარჩენებსაც, რომ უცებ აღმოჩნდა, რომ ამას სახში უდევს რამდენიმე მილიონი დოლარი. რო ეკითხებიან უკაცრავად ეს მილიონი დოლარები საიდან აგაკ, აი არ ვიცი რაღაცა ბიზნესია და შემოსავალში გაატარე, არა. აბა საიდან არის? რა, აი ეგეთი კითხვა არის. რა ვიცით, რომ აი ეგ რამდენიმე მილიონი დოლარი, რომელიც ღარიბაშვილის სახლში ამოიღეს, ეგ ფული საიდან არის, რა ვიცით. ეგება ვიღაცამ ჩემოდანით მოუტანა და უთხრა, რომ ჯიგრულად ეს გადაწყვეტილება გჭირდება რა. აი თქვენ ქვეყანაში. არ ვიცი, აი მაგალითად უვიზო მიმოსვლა გჭირდება პაკისტანთან რა. აი ეგეთ რა, აი მაგაში რო არ მოუტანეს ეგ ფული, ხო არ ვიცით. პირობითად ხსნი, ხო? და რო არ დასტურდება ფული საიდან არის, აპრიორი ითვლება, რომ უკანონო რაღაცა ისეთი მომსახურება გაუწია ვიღაცას, რაშიც შავი ფული მიცეს. თორე, რავი, ეხლა მართლა გეუბნები ქართული ოცნების წარმომადგენლებს, საკითხს როგორ აღემცი. კაი საკეთებ და კაცო იქ რაღაცა იყიდა, გაყიდა რაღაცა გეგონება, ანუ რაღაც ბანალურობას და უბრალოდ არ გაატარა რა ბუღალტერიაში რა რაზე დადოთ. აი, ბიჭო, პრემიერ-მინისტრს სახში რო ესე უდევს მილიონი დოლარი და რო ეკითხები საიდან აგაკ ეს ფული და რო ვერ ხსნის, აპრიორი იგულისხმება, რომ რაღაცა ისეთში გინდა ბიზნესის გავლით, გინდა არა ბიზნესის, რაღაცა ისეთში აიღო ეგ ქვეყნის ინტერესები, რომ პირად ფინანსურ ინტერესებში დახურდავდა, მან რამე სხვა ვერსია არ არსებობს. აი რა არის, ერთი კითხვა დაიწერა და კარგი კითხვაა და მინდა რომ გამოიხმაუროთ, იმიტომ რომ ჩვენ თემას პასუხობს. აი მოგესალმებით, როგორ ფიქრობთ ეს ხალხი პოლიტიკაში რომ მოდის და პარვას იწყებს. მოსაპარად მოდიან თავიდანვე თუ სდუნებას ვერ უძლებენ და მერე იწყებენ პარვას. ნუ თუ არ შეიძლება მოხვიდეთ და პატიოსნად იმუშაო. კარგი შეკითხვაა და რაშია იცით საქმე? სინამდვილეში ეგ ხალხი რომ მოდის, როგორც პოლიტიკოსები კი არ მოდიან. აი ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეგ ხალხი მან დანიშნულია მოსაპარად. ეგ ხალხი როგორ არის იცის? ეგ ხალხი როგორ მოვიდა? ეგ ხალხი იყვნენ გავლენიანი ფიგურების მიერ მოყვანილი და დასმული, რომელსაც პოლიტიკური კაპიტალი საერთოდ არ გააჩნია, რომელსაც როცა უნდათ მოხსნიან. მანამდე კერძო ბიზნეს სტრუქტურაში მუშაობდა და ეგეთივე მოსაპარად გადმოიყვანეს. ანუ დანიშნული როგორ არის იცით? აჰა შენ თანამდებობა და იპარე აი ამდენი. მეტი არა. ამის იქით მომიტანეთ მე. აი ასეა დანიშნული. ხო და ასე რო არის დანიშნული, ის თავის საქმეს ეგრე აკეთებს და უბრალოდ გაექცა, მეტი მოიპარა, თორე მან პოლიტიკოს ცნობილი ქართული სიტყვა რო არის შემომეჭამა, შემოეჭა. კარგი სიტყვაა, ხოთაშორის ქართველებს კარგი სიტყვა გვაქვს, შემოგვეჭამა და ასე შემდეგ. ხო და
შემოეპარა. პოლიტიკოსი მაგიტოა. პოლიტიკოსი არის ხალხის წარმომადგენელი. ანუ პოლიტიკოსი არის ადამიანი, რომელსაც მოსახლეობის ნაწილი ხარს უჭერს. ანუ მოსახლეობის ან დიდი ნაწილი, ან პატარა ნაწილი ხარს უჭერს. ეს ხალხი ხო ამათ ხო არავინ არ უჭერს ხარს. ეს ხალხი ხო ხალხის არჩეული არ იყო. ესენი იყვნენ მოყვანილი დასმულები და თავისი მოვალეობა რისთვისაც დასვეს იმ მოვალეობასაც რაღაცა გადააჭარბეს, ხო? ანუ მაგას მნიშვნელობა აქვს ზუსტად, რომ მოსახლეობა მაგას უნდა მიაქციოს ყურადღება, ვინ არის თქვენი წარმომადგენელი. და ვიღაცას თუ მოყავს ხალხი და გასვავთ თავზე, ხო? ეგ სიტუაცია არ არის კარგი. ეგ არ არის სათქვენოდ კარგი მოცემულობა. ამიტომ სინამდვილეში ეგ ძალიან კარგი შეკითხვაა მაგით. ერთი რაღაცა ვერ გაიგო კიდე და ერთ შეიძლება კითხვები გქონდეს. ღარიბაშვილს არ ედავებიან ხალხო პრემიერისთვის ბიზნესის კეთება არ შეიძლება და იქით მამამისს აქვს ღვინის ქარხანა და მანდედან ლეგალურად ყველაფერს აკეთებს და მანდედან ამას ფულს აძლევდა უბრალოდ. მაგას არ ედავებიან ხალხო. ანუ მამამისს ყველაფერი ლეგალურად, კანონიერად ბიზნესი, როგორც ყველას აქვს წესების ფარგლებში და ღარიბაშვილი იყო აქეთ უბრალოდ პრემიერი და მერე დაამთავრა პრემიერობა და მამამისმა ფული მოუტანა თავისი კანონიერი ბიზნესი და როგორც თქვენ გაქვთ ახლა ზოგიერთ ვინც გიყურებ და უბრალოდ აი შვილო აჰა შენ ფული და იყიდე მანქანა მაგას არ ედავებ, მაგას ვერ მოედავება ვერავინ, იმიტომ რომ ამარო პრემიერობა დაამთავრა, თუ მამამისმა იქით პარალელურად 7 მილიონი დოლარი თუ რაც იშოვა, ოღონდ კანონიერად იშოვა. აი გაატარა, გადაიხადა, ყველაფერს აკეთებდა, როგორც აი ყველა ჩვენგანს მოთხოვენ თუ არა და 12 წელი ციხეში გაუშვებენ, ვინც ამას დაარღვევს. ეგრე იმუშავა და მე უბრალოდ თავისი კეთილი პატიოსანი შრომით რაც იშოვა შვილს მისცა პრემიერობიდან წასვლის შემდეგ და პოლიცია რო შევიდა ამის სახში და ნახა 7 მილიონი დოლარი და რო კითხა ეს საიდან გაქვსო და მამაჩემმა მომცა პრემიერობიდან რო გადავდექი ლეგალურად ნაშრომი ფული. ამაზე არ ედავებიან, ამაზე დაჭერა არ არსებობს ხალხო. ეგეთ სისულელე არ დაგაჯეროთ არავინ. მან რა მოხდა გეტყვით. მამამის ხო ქონდა რაღაც ბიზნესი, რაშიც აი ამდენი თანხა გააკეთა. ამასთან რო შევიდნენ, სხვა თანხა იყო იმაზე მეტი, რაც იქ გატარებული არის. სხვა თანხა ნახეს, რო კითხეს ეს საიდან მამა შენს ამდენი არ დაუფიქსირები არსად. შენ ბიძაშვილს ამის არავინ არ ჩანს ეს საიდან გაქვს ეს ფული რაღაცა და პაპა შენმა დაგიტოვა მაშინ ხოვნება თუ საიდან გაქვს ფული და ვერ ხსნის. აღიარა რომ უკანონო. ხო და აღიარა რომ ეს მაგ უკანონო და აი რაღაცა მაქინა ლევი ბიზნესები ქონდა და რახან პრემიერი ვიყავი მაგიტო ქონდა. ხო აი ლევი ბიზნესი მქონდა მაგალითად გადასახადები რომ უნდა გადამეხადა მექნებოდა პირობითად 4 მილიონი და არ გადავიხადა და გამიხდა 7 ვიპარე რა. სახელმწიფოს მოპარე ფული. ხო ეგ არის ხალხო რაღაც სისულელე არ დაგაჯერონ ამაში რომ რაღაც არალეგალურად შემოსავალი მამამისცა ფული რაღაც. ირაკლიმ რა კითხვას დასვა, მაგას აქვს კიდე ერთი რაღაც დასამატებელი. აი მოდი შემოვატრიალებ კითხვას და ეგეთ კითხვას დაგისვათ. აი ადამიანი რომ მოდის ხელისუფლებაში, რა გარემოებებია, რომელშიც ფულის მოპარვა არ მოუნდება, მოდია ეგ დავფიქრდეთ რა. ეხა თუ ირაკლიმ რაც აღწერა, ეგრე არის დანიშნული, აი უფროსმა დამნიშნა ხვალიდან მუშაობ პრემიერად. ან ყაველაშვილი რო დანიშნეს პრეზიდენტად, ხო პირდაპირ ეგეთ ტექსტი დანიშნეს, რომ ქართული ჰაბიტუსის კაცია, მოდი პრეზიდენტად იმუშავებ შენ და ვიმუშავებ კი აი ცოტა ტექსტის კითხვა მიჭირს რა, მაგრამ იმუშავებ ჰაბიტუსი ხომ აქვს ქართული და ხა ეგრე რო გნიშნავენ. მან აი თქვენ ამიხსენით ეგ ხალხი აი რა უნდა აკეთოს? გადაწყვეტილებებს დიდად ვერ იღებს. კი. აი ჰაბიტუსი თავისით მუშაობს. რა უნდა გააკეთოს? ხო და ვერსია, რომელშიც ადამიანი ძალაუფლებამდე მიდის და არიპარავს, არსებობს მარტო ერთი. როცა მაგ ადამიანს აქვს რაღაცა იდეოლოგია და სახელმწიფო ესეთი რო არის, აი მე მინდა რომ ამ სახელმწიფოსგან ავაშენო აი ესეთი სახელმწიფო და აი ამ სახელმწიფოდან
ესეთი საშენება იმდენად მუღამი მაქვს მე, რომ სახელმწიფო ეხლა როგორიც არის, სხვანაირი რო გახდეს, იმდენად მუღამი მაქვს მაგისი, რომ აი რაღაცა ისტორიაში შევალ, რომ ეს შაი განათლების სისტემა შევცვალე, ტერიტორიები დავაბრუნე, ქართული კულტურა ფეხზე დავაყენე, რაღაც ღირსება დაუბრუნე, აი ეგეთი იდეები თუ ადამიანს აწუხებს, ამ ვიზებს საუბრობთ, მაგათი კრიტერიუმები ცოტა გრო აქვს. ეგენ მართლა ეგრე უყურო, გიჟია კაცო, რაღაცა იდეები აწუხებს, გიჟია რა. აი მაგ კუთხით ცოტა გიჟი თუ არ იქნა ადამიანი, ანუ იდეები თუ არ აინტერესებს. მოიპარავს აბა რას იზამს კაცო, ანუ შენ თუ პროექტი არ აგაქვს და იდეოლოგია არ აგაქვს, რა თქმა უნდა კორუფცია იქნება კაცო. მე საერთოდ არ მიკვირს, რომ 91 წლიდან მოყოლებული და დღეს მით უმეტეს ვინც მთავრობაში მოდიოდა, ყველა მოდიოდა უბრალოდ ფულის საშოვნელად. და ძალიან მარტივი მიზეზი აქვს ამას. აი რო არ ჩაუღრმავდეთ ძველ ბერძნულ ფილოსოფიას და პლატონის იდეალურ სახელმწიფოს, ვინ უნდა მართავდეს ქვეყანაზე, სხვათა შორის პლატონის სწორს ამბობდა, რომ ფილოსოფოსები და მეომრები უნდა მართავდნენ. რატომ? იმიტომ რომ ფილოსოფოსებს და მეომრებს ყველაზე ნაკლები мотиваცია აქვს ოქროსთან. ხო, სხვა რაღაცით იდეები აყოფილდებიან ისინი, ხო, ეხა სხვა იდეა აქვთ მათ. და მაგიტომაც იყო, რომ ეხა ყველაზე კაი მართველები მეომრები და ფილოსოფოსები იქნებიან. თუმცა დღეს ეგეც დევალვირებულია, ხო, გოგი გვახარია ფილოსოფოსი. აგე მარგველაშვილი ხო ყავდა აგერ ფილოსოფოსი, მაგრამ ნუ რო გვერდზე გადავშვი რა ფილოსოფოსი. რა თქმა უნდა, თანამედროვე სტანდარტებით სად არიან ეს ფილოსოფოსები? ეგეც ფილოსოფოსები ან მეომრები. ხო და უყურე მე საერთოდ არ მიკვირს რომ ეს ხდება, იმიტომ რომ ჩვენი სახელმწიფოებრივი სტანდარტი პირველ რიგში რომ თავიდან ბოლომდე მაგას უბიძგებს ყველას, ეგეთი გარემოა შექმნილი რომ მაგ მიზნით მოდის აქ ხალხი და თითზე ჩამოსასვლელები არიან ადამიანები, რომლებიც მართლა პოლიტიკით არიან დაინტერესებულები და პოლიტიკური ცვლილებები და პოლიტიკური ცხოვრება აინტერესებთ და ზურასი არ იყოს ეგეთი ადამიანი გიჟად არის შერაცხული და არანორმალურად, როგორც შეიძლება შენ რაღაცა პოლიტიკური თემა გაინტერესებდეს და ფულის შოვნის მიზნით არ იყო აქ მოსული ამ პოლიტიკურ ველზე და რაღაც თვალსაზრისით ხალხსაც დააჯერეს, ხალხშიც დაამკვიდრეს ეგ წარმოდგენები, რომ აბა ეხ პოლიტიკაში თუ მოდიხარ, აბა ფული უნდა აკეთო, აბა რისთვის მიდიხარ. ერთ ხალხს იმ დონეზე დააჯერეს, რომ ეხა ღარიბაშვილზე ბევრი ლაპარაკო, აბა ფული უნდა ეკეთებია, აბა რა უნდა ეკეთო. პოლიტიკა და ბიზნესი არის გადაჯაჭული ბევრის წარმოდგენებში და ეგ რეალურად ხდება და კიდევ ერთი მიზეზი რა არის? არც ერთი პოლიტიკოსი, არც სამთავრობო გუნდში და არც პროდასალურ ბანაკში ლეგიტიმაციას, პოლიტიკურ ლეგიტიმაციას არ ეძებს ხალხში. აი მარტივად რომ ვთქვათ, ღარიბაშვილმაც და ნიკა გვარამიამაც, არც ნიკა გვარამია და არც ღარიბაშვილი ხალხის ენერგიით და ლეგიტიმაციით არსად არ მისულა. ნიკა გვარამიამ მოიპოვა დასავლეთის ლეგიტიმაცია, USAID აფინანსებდა და ამერიკის ელჩი, ხოლო ღარიბაშვილს ჰქონდა ბიძინა ივანიშვილის ლეგიტიმაცია. ნუ ბიძინა ივანიშვილმა მილიარდები რუსეთში იშოვა. აქედან გამომდინარე, სანამ ხალხზე ორიენტირებული პოლიტიკური სივრცე და კლასი არ გაჩნდება, რომელიც ხალხისგან მიიღებს აი ამ ძალას, პოლიტიკურ ძალას და სულ რომ მას გულში სხვა რაღაცა აზრი კონდეს, როგორც კი ის ხალხისთვის მიუღებელი აღმოჩნდება და როგორც კი დაკარგავს ხალხის მხრიდან მაგდობას, ეგრევე განულდება, ხო? სანამ აი ესეთ სისტემა ჩვენ არ ავაშენებთ და ხალხში არ გაჩნდება მაგის სურვილი, ხალხი არ მოითხოვს, რომ აი ეგეთი პოლიტიკური ველი გვინდა. მაგ კრიტერიუმებით ავირჩევთ პოლიტიკოსებს. მანამდე იქნება ეს, ანუ ერთს დაიჭერენ, მეორე ვინც ამას დაიჭერს, ის გააგრძელებს მაგ ფულების მოპარვას და მარტივ კითხვას დავსვავ. ეხლა რა ფულებიც უნდა ამოიღონ? ეგ სახელმწიფო ბიუჯეტში მიდის? გირაო ეს მილიონი წავა.
სახელმწიფო მილიონი კი, მაგრამ რაზეც არის საუბარი, რა თანხებზეც არის. აი მოდი გქონდა 6-7 მილიონი მაგათთვის ხო არის ჯიბის პული. 6-7 მილიონი არის, აი რაღაც. მათი ერთი თვის რაღაც რესტორნებში და გართობებში დახარჯული ფული. 7 მილიონი მაგათთვის არის არაფერი. რაღაც ერთი თვის რაღაც შეიძლება ძაღლმა და იმან კატამ მათ ასე ვთქვათ იმაში იმებში ვილებზე და რაც აქვს იქ მაგის საკმარისი მოვლა და ის დაჭირდეს საჭმელი.